სალამი, საღამოშტობის, ანა ვარ, დამოკიდებული უძური ჩემი ამოცების მიმართ. ეხლა ვგრძნობ მადლიერებას, სითბოს, მხარდაჭერას, ცოტა შფოთვას და ცოტა ნერვიულობას. მსგავსი ტიპის გამოცდილება არ მქონია. იმის მიუხედავად, რომ ვინც მიცნობთ, ლაპარაკი არ არის ჩემთვის დიდი დაბრკოლება და რაღაცა ეს საჯარო გამოსვლებიც მქონია. რაღაცნაირად, როცა შევთანხმდი ჩემ სპონსორთან ერთად, რომ სპიკერული ჩამეწერა, რაც სხვანაირი პასუხისგებლობა შემოვიდა, იმიტომ რომ თითქოს ყოველთვის ვაკეთებდი ამ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემი თავი უფრო უკეთესად წარმომეჩინა რა, ეს ამსახურშიც რაღაცა წინასწარ ვფიქრობდი რა ჩამეცვა და რა მეთქვა, რომ აი ძალიან შთამბეჭდავი ყოფილიყავი რა და ეხლა სანამ სპიკერული დაიწყებოდა, მთელი დრო უბრალოდ მაგაზე ვფიქრობ, რომ აი ისეთი რაღაცები ვთქვა და გავაზიარო, რომ იყოს სხვა ადამიანებისთვის სასარგებლო და რაღაცა შინაგანად უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ვიდრე ვგრძნობდი ხოლმე როგორც წესი, როცა რაღაც სხვა ტიპის შეხვედრებზე მიწევდა ხოლმე ხმამაღლა ლაპარაკი რა. ასევე რაც უფრო მოახლოვდა ჩემი სპიკერული დრო, გავაზიარებდი იმასაც, რომ რა თქმა უნდა შემომივიდეს აზრები, რომ ახლა ისეთი სპიკერული უნდა ჩავწერო, რომ იმ მსგავსი არ ყოფილა და მინდოდა რაღაც თან მინდოდა რომ ესეთი თემა ამერჩია, ჯერ არავის არ ულაპარაკია ხანისთან მეცინებოდა და მე მივხვდი, რომ ეგეთი მნიშვნელოვანი არ ვარ არც მე და რაღაც ძალიან ყურადღებას მივანიჭერა ამ ყველაფერზე და რაღაცნაირად ბოლო მომენტამდე ცდილობდი ერთადერთი რომ მშვიდად ყოფილიყავი და მართლა რაღაცა გულით გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება, იმიტომ რომ რაღაცა ყველა სპიკერულს რო უსმენდი, რაღაცა ისეთი ინციდენტები ყველა ადამიანთან რაღაცა ღმერთმენა მაქვს, რომ არ არსებობს სპიკერული, რომელთანაც მოგედინება არ გიქნება ადამიანს რა. სტანდარტულად მოუყვები ალბათ ჩემ ისტორიას, როგორ მოვედი პროგრამამდე. ზოგადად არ მოყვარს ხოლმე გააყოფა ეს რა, სულ რაღაცნაირად არ მომწონდა ხოლმე რომ იძახდნენ ადამიანები პროგრამამდე პროგრამის მერე რაღაცა ახალი მოსული რო იყო განსაკუთრებით მეგონა რომ ეგეთი რაღაცა მითითებები რაღაცა ძალიან მჭრიდა ხოლმე ყურს რა, რომ აი რას ნიშნავს პროგრამის მერე, ანუ როგორ შეიძლება რომ ესეთი რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი იყოს, რომ რაღაცა თითქოს მეორე დაბადებას შეაფასონ და მეორე დაბადებასთან გააიგივონ, მაგრამ აი ხა მეც რომ საუბრობ, ანუ იმდენი რაღაცა არის ხვანაირად შეცვლილი ჩემს ტვინში, გონებაში, ჩემს ქცევებში, დამოკიდებულებაში და აი თუნდაც რაღაცა იმ ორწამიან პაუზაში ემოციის შემოსვლა სანამ ვიმოქმედებ, რომ ძალიან იდენტობა მაქვს მოკეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც მაგას იძახიან რა. დავიბადე თბილისში, არაფრით გამოჩეულ ოჯახში. მყავდა ორი უფროსი ძმა, მამა ჩემი იყო დამოკიდებული, არც აბსოლუტურად სტანდარტული ოჯახური ისტორია მაქვს ალბათ რა. მამა რა თქმა უნდა ძალიან მიყვარდა, დამოკიდებული რო იყო ეს თუ რაღაცა ჩემზე რაღაცა ზიანის მომნიჭებელი იყო, რაღაც ეგეთი აღქმა არ მქონდა ხოლმე არასდროს და თითქოს იმ მომენტში ვერც აღვიქვავდი რომ რაღაცა ესეთი პრობლემური იყო რა, რაღაცა უბრალოდ ოჯახში გქონდა სტუმრიანობა და რაღაცა არ იყო რა, ეგრე რაღაც დიდად ყურადღება გასამახვილებელი, მაგრამ მე მამას დაემართა სიმსივნე, გამორჩეულად უყვარდი მამა ჩემს, ძალიან ბიჭივით მზდიდა, რაც არ შევალახა მაგ იმაში კარგია თუ ცუდია, რა თქმა უნდა, გამოცდილებაა რა. და მე ვიყავ ყოველს პატარა, მყავს, როგორც ვახსენე, ორი უფროსი ძმა. მამა ჩემს სიმსივნე დაემართა, მაშინ შემომივიდა, მაშინ ვიყავი 16 წლის და პირველად მაშინ შემომივიდა ის, რომ რაღაცა რაც მამა ჩემი აკეთებს, რაღაცა არ არის ნორმალური რა, იმიტომ რომ მანამდე თუ რაღაცა кейფი იყო და რაღაცა ერთობოდით ყველანი და ხანრავდი და ჩემიც ერთობოდა ამ ყველაფრით და ასე შემდეგ და შემდეგ ანუ რაღაც ამ სიმსივნის პარალელურად მამა ჩემს დავყვებოდი ქიმიოთერაპიებზე, მაგრამ მაინც სვავდა და აი მაშინ გამიჩნდა პირველად ეგ რაღაცა, რომ რაღაცა ნორმების ფარგლებს ცდება თუნდაც მამა ჩემის მოხმარება, დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ.
მამაჩემთან ურთიერთობა ჩართული ვიყავ მხოლოდ მე. არ მახსოვს ჩემი ძმები ამ დროს რას აკეთებდნენ, რაღაცა ესე თქობა ისეთი ეგოცენტრულობა მაქვს, არც კი მახსოვს რას აკეთებდნენ, მაგრამ მახსოვს რომ მარტო ვიყავი. და ზოგადად ჩხუბებიც იყო ხოლმე, ძალიან ისეთი ჩხუბები ყოფილა და ჩემს და მამაჩემის რაღაც ძალიან არასასიამოვნო პოლიტკორექტულად რო ვთქვა და სულ გაშველების იმაშიც ვიყავით მეც და ჩემი ძმებიც რა ახლა მაგაში ნამდვილად ვერ იმას ვეზავ რა ის დესტრუქციული ოჯახი იყო ცალსახად მაგრამ აი ჩემთვის როგორ თქვა ეს რაღაცა თითქოს მაშინაც ეგახქმა მქონდა დღემდე გახქმა მაგრამ რაღაცა ოჯახის განკმაყოფილი ჩემი თანატოლი არ მინახავს რა ყოველს რაღაცა არ მოწონს თავის ან დედაში ან მამაში და რაღაცა ძალიან დრამატულად ამ სიტუაციას არ უყურებდი, იქამდე სანამ მამაჩემს მკურნალობას ხელი არ ეშლებოდა ალკოჰოლ დამოკიდებულების გამო და სანამ რაღაცა გაუსაძლისი ჩხუბები არ დაიწყო ოჯახში ამის გამო რა. 18 ვიყავი მამა რო გარდაიცვალა, ვიყავი ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე, ძალიან ავიღე პასუხისმგებლობა ჩემს ოჯახზე, მაშინ მეგონა რომ ძალიან ყოჩაღოთ გამო რა ისე გამომივიდა ყველაფერი როგორც რა ვიცი ვეცადე რომ იმ მომენტისთვის რა გამოცდილებაც მქონდა რა ცოდნაც მქონდა მაქსიმალურად მეზრუნა ჩემს ოჯახზე როგორც შემეძლო რომ მეზრუნა რა დედაჩემ რაღაც პერიოდი არ ცხოვრობდა საქართველოში სულ რეკავდი ხოლმე მკითხავდი საათობით ველაპარაკებოდი რაღაც აი ამ ამბავში ვიყავი რა აი ოჯახის ყოჩი ვიყავი რაღაც აი არ ვიცი როგორ თქვა ყველაფერი მეგონა რომ ჩემ გარეშე არაფერი არ გადაწყდება არც წყდებოდა და მაგის განპირობებაც მქონდა ხოლმე დღემდე რაღაცა თუ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი არის განვიხილავთ ეხა ჩემი თხოვნით ერთად განვიხილავთ თუმცა ერთპიროვნულად ბევრი გადაწყვეტილება მიმიღია ძალიან პატარა ასაკში და მეგონა რომ ნუ უბრალოდ აი მართლა მამაჩემს მაგას იძახდა რომ თუ გინდათ რომ საქმე გააკეთდეს ანას უთხარი და მეგონა რომ უბრალოდ აი რაღაცა ეს იყო ჩემი ჯვარი ბჭყალებში ვიტყვი რომ მე ვიყავი ყველაზე ჭკვიანი, მე ვიყავი ყველაზე ნუ ბიჭების ფონზე ყველაზე ისე კარგად ვსწავლობდი ისეს და აი ყველამ ყოფის ვიყურებდი რა როგორც აი რაღაცა უბრალოდ მე გამიმართლა იმიტომ რომ მე ვიყავი რაღაცა გოგო და უფრო წესრიგის მოყვარული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მე რა ჩავაბარე ფსიქოლოგიაზე იმიტომ რომ ეთყობა რაღაცა მოუსვენდრობას მქონდა ხოლმე და ამ ფსიქოლოგიაზეც რო ჩავაბარე მახსოვს რომ ჩემ პირველი ის იყო რა რომ უფრო კარგად გამეგო ადამიანის ზოგადად ბუნება და ფსიქოლოგიაზე რო ჩავაბარე პარალელურად რა თქმა უნდა დავიწყე ნუ აი არ გავსწავლობდი საკმაოდ რაღაც ჩემი სწავლით რაღაცა ეს ყველაფერი ან ჩემ ეგოს მოკლედ აი სულ ქონდა განპირობება რომ მე ვარ ძალიან მაგარი და მე არაფერი არ მეშლება და მე ყველაფერს ძალიან სწორად ვაკეთებ და ეს მარტო ჩემი აზრი არ იყო ხოლმე ამისგან სამყაროც თუ გარშემოყოფებით სულ როტაშ მიკრავდნენ ხოლმე რა ეს ჩემი სწავლის ისტორიაც დაახლოებით ეგეთი იყო რაღაც ყველაფერს ჩემი სწავლით ვაკეთებდი ცხოვრებაში რაც მქონია შემიქმნია და თითქოს აი როგორ დისტანცირდი აი ამიდან უცნაურია მაგრამ ახლა როგორი ახმა მოგიწევ რა ჩემი ყალებში ვიტყვი რაღაცა კარიერული წარმატებით რაღაცა დისტანცირდი საერთოდ ჩემს ემოციებთან პირველი მახსოვს რომ მამაჩემი რო გარდაიცვალა კაცი რომელიც როგორიც არ უნდა ყოფილიყო და რაც არ უნდა ტკივილი მოეყენებინა ჩემთვის მართლა მიყვარდა და რა ვიცი 7 წლიდან ვაძინებდი მწვალი რომ მოდიოდა და ანუ აი ყველა თვალებში შევციცინებდი ამ ადამიანს რო გარდაიცვალა მახსოვს რომ არ ვიტირე იმიტომ რომ მითხრა მამაჩემის ნათესავმა რომ შენ რატო არ ტირე ხარო ესეთ მამასო მე დავაყოლე რომ აი ესეთ მამას იმიტომ არ ვტირი ვარ რომ მამაჩემი არ უნდა იყოს ჩემთვის ტკივილი მე ანუ წლები ისე გავიდა მოკლედ რომ არ მიტირე მამაჩემის გარდაცვალება მამაჩემი არ მიგლოვია ალბათ ერთი 8 წელი იყო გასული მამაჩემის გარდაცვალებიდან პირველად რომ მივხვდი რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ეტაპი მამაჩემის გარდაცვალების მერე მე გამოვტოვე რა რაც იყო ეს ვთქვათ გლოვის ეტაპი მე შემომივიდა ეხლა რომ აი უკან რო ვახო რაღაცა იმასავით ვიდეოსავით ვაღებ ჩემ ცხოვრებას უკან ძალიან საინტერესო პროცესია და ეხლა ხვდები პროცესს მე იმიტომ რომ მე ვიყავი ძალიან ჭკვიანი ამ ყველაფერს ეხლა თქვა ბჭყალებში რა ჭკვიანი ვიყავი გავიგე მაგრამ ანუ აი ეს ყველაფერი ეხლა რო ხვდები თავში ამივარდა რა იმიტომ რომ მე 100% ანგრანზე მოხვდი იმიტომ რომ არავის არ რაღაც უზრუნია ჩემზე თუ რა აი ყველაფერს ისე აი მე ისეთი ჭკვიანი ვიყავი რომ ამან ჩამაგდო იმაში რომ მე ამ
დავაკავშირე, ჩემო ტვინმა დააკავშირე, მე ფსიქოლოგიაზე ვსწავლობ, მე მამას ვუვლი 7 წლიდან, მე დედასთან მამას შორის მედიატორი ვარ, ანუ ეს ჩემთვის ილინკებოდა როგორც მე მაქვს საოცარი ემოციური ინტელექტი კონფლიქტების მოგვარების. დამოკიდებულ ადამიანებთანაც აგერ კაც ყური მაქვს მოჭრილი, ესე კარგად ვიცი მაგათთან კომუნიკაცია და რაღაც მომენტში აღვიქვი, რომ მე უნდა ვიყო მისიონერი რა და ეს ადამიანები, რომლებიც რაღაც პრობლემა აქვს ცხოვრებაში და განსაკუთრებით თუ აქვს დამოკიდებულებასთან ესე ვთქვათ, პრობლემას ადამიანები მე უნდა გადავარჩინო რა. აქედან იწყება ჩემი დაუსრულებელი, თითქმის დაუსრულებელი პერიოდი სასიყვარულო ურთიერთობები, სადაც ჩემი პირდაპირ არჩევანი ადამიანებს შორის, რომელსაც მე მოვწონდი, იყო ის, რომელი უფრო დამოკიდებული იყო რა. ჯანსაღი ურთიერთობები ჩემთვის იყო უცხო, იმდენად უცხო, რომ ვინცაც ჯანსაღი ადამიანი, ჯანსაღი ფსიქიკის, ესე ვთქვათ, ახლა სხვის შეფასებაში არ გადავდივარ, მაგრამ აი თუ ხედავთ რა ეს ადამიანი, რა ვიცი, არ იყო არაფერს დამოკიდებული და არც თამაშზე და არც სუბსტანციაზე და არც ალკოჰოლზე, ჩემს როლს მის ცხოვრებაში ვერ ვხედავდი რა, მაგრამ აი 5 ბიჭიდან თუ ერთი რომელიმე ისეთი იყო, რომელიც რამეს მოიხმარდა და რაღაცა პრობლემები ჰქონდა ოჯახში და თავი არ ქონდა ნაპოვნი თუ ასე შემდეგ და შემდეგ მე მეგონა რომ ეს ყველა სკილსეტი ღმერთმა მე იმიტომ არ გუნა და მე სხვანაირად ვერ ვამართლებდი იმ სკილსაც მე ბავშვობაში გადავიტანე იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც არ უნდა ლამაზად გავიხსენო ჩემთვის ძალიან მატრამირებელი და მტკივნეული იყო ეს მეგონა რომ ამით ვამართლებდი რომ ღმერთმა მე იმიტომ ამომარჩია რომ მე იმიტომ ჩავაბარე ფსიქოლოგიაზე მე იმიტომ მყავდა მაგრამ კაცი რომელიც მე მიყვარდა მამა ჩემის სახით დამოკიდებული რომელიც გაუაზრებლად არასწორად იქცეოდა ხოლმე ძალიან ბევრ საკითხში რა მე სხვა ადამიანები გადამერჩინა რა და ჩემი ესე რომ ვთქვათ აი აბსოლუტური ინტერესის სფერო იყო ადამიანები რომლებიც იყვნენ გადასარჩენები ჩემი გადმოსახედიდან გადასარჩენები რა თქმა უნდა შესაბამისად აი დაახლოებით საერთოდ ყველა ისტორია ერთმანეთს გავდა რა თქმა უნდა ყველა ისტორია ერთმანეთს გავდა სახელები იყო მხოლოდ სახელებში სხვაობა იყო რა ვიცი სხეულის ფორმებში იყო სხვაობა სახელებში გვარებში და რაღაცა რამდენიმე გარეგნულ ცვლილებაში და ასაკში შეიძლება თუ არა რა ვიცი 20 უფროსი ადამიანიც რომ ყავდა რომელთანაც დეითობდი ჩემზე პატარაც რომ ყავდა ყველას ერთი ეგ ადამიანი ანუ ყველას ერთი ეგ რაღაცა აზია აერთიანებდა რა ესენი იყვნენ ადამიანები რომლებიცაც მე ვიყავი მე ვხვდებოდი მთავარი ესე ვთქვი ნარკოტიკი რა იმიტომ რომ მე მათ ვუვლიდი დავყვებოდი რაღაცა გადასხმებზე იმაზე ამაზე და მე რა თქმა უნდა მქონდა ჩემი პირობა რომ შენ ახლა თუ არ გამოფხიზლდები მე აღარ გიყოლები რა შენ ცხოვრებაში და აი ეს რაღაცა თამაშებში ვიყავი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს და ძალიან ის მინდა რომ გადმოვცე ეს კი არ მაწუხებდა ანუ მაწუხებდა კი არა ანუ ეს იყო არ ვიცი ეს ყველაფერი მე მავსებდა ანუ მე ვიყავი დარწმუნებული რომ ჩემს საქმეს ვაკეთებდი სწორად ანუ აქეთ რა თქმა უნდა პარალელურად ჩემი კარიერა მიდიოდა ყოველთვის და რაღაცა არასდროს არ იყო რაღაცა დაპაუზება კარიერის მხრივ მქონია პირიქით რა სულ რაღაცა აქტიური ვიყავი და სულ რაღაცა პროექტებში ვიყავი და ძალიან კმაყოფილი და ძალიან დალაგებული იყო ეგ ნაწილი და აქეთ მთელი ჩემი ეს ემოციური რესურსი იდებოდა ყოველთვის ამ სხვა ადამიანების გადარჩენაში, რა თქმა უნდა, სიყვარულზე ახლაპარაკი ზედმეტი არ იყო რაღაც ეს ადამიანები ჩემი პროექტებივით იყვნენ. და რაც უფრო რთული პროექტი იყო, მით უფრო მეტი აღფრთოვანება მქონდა ამ საკითხთან მიმართებაში და ეს გავიდა ძალიან დიდი ხანი. გავხდი 30 წლის და ეს მოხდა შარშან და მინდოდა რომ 30-ს რო გავხდი, ძალიან დიდი დაბადების დღეს ვიხდიდი, რა თქმა უნდა, სტანდარტულად, რაღაცა ყველგან უნდა გამოჩენილიყავი და ამ ჩემი შინაგანი სიცარილის შევსება ყოველთვის იყო, რომ ბევრი უნდა მოგზაურა და ბევრი უნდა მეშოპინგა და ბევრი უნდა მქონოდა ყველაფერი ცხოვრებაში, მატერიალური გინდა თუ არამატერიალური გინდა მეგობრები, აი რაღაც, აი ეს გაქცევებში ვიყავი თავიდან ბოლომდე რა. და ამ რაღაც უდიდეს დაბადების დღის წინ მე გადავწყვიტე რომ ყოფილიყავი ჩემი დაბადების დღის DJ, ამისთვის სპეციალურად შევედი რაღაცა კურსებზე, პარალელურად ვარ ერთი კომპანიის მმართველი დირექტორი, ანუ ამ კურსებზე რომ დავდივარ ეს ვერ ვახერხებ რომ წესიერ ეს რაღაცა ჩემი სეტი დავაორგანიზა და თქვა დახმარება ჩემს მეგობარს
რომელიც გავიცანი 1 წლის წინ ერთ-ერთი სასტუმროს გენერალური მენეჯერი რო ვიყავი, ეს გოგო იყო ჩამოსული დასაკვირველად, ეს გოგო DJ არის და მივწერე ამ გოგოს და ვთხოვე თუ შეგიძლია მეთქი რომ გამოხვიდე თქო და დამეხმარე რომ ვირეპეტიცე ჩემი დაბადებილის წინა დღე 11 აპრილი. ეს გოგოც გამოვიდა, მე რაღაცა მარეპეტიცია და დავჯექით იქვე რაღაცა ადგილას. ეგ ის პერიოდი, როცა მე უკვე ათქვეფილი ვარ და უკვე პარალელური ურთიერთობები, ტოქსიკური ურთიერთობები, უკვე ეს კი არ არის რომ რაღაც ერთი პროექტი ჩაიხურა და ახლა მოდი ანა მეორე ადამიანზე გადაერთე. უკვე არაფერში აღარ წერია ისეთი პირი ცხოვრება მაქვს რა. არეული და არეული თან მიჩვეული ამ ქაოსს და არეულობას და უკვე ნორმალიზებული ასე რომ ვთქვათ, საუბედურად, საბედნიეროდ. საბედნიეროდ იმიტომ ვიძახე რომ მაგ ყველაფერმა აქამდე მომიყვანა და ძალიან დიდი მადლიერება მაგ ყველაფერზე რა. ანა და ჩემი მეგობარი დაიჭდა მოკლედ რაღაცა მზის, რაღაცა და დაიწყო დალევა. ანუ მე ბოლო პერიოდი მყავდა ადამიანი გვერდით, ჩემი პარტნიორი, რომელიც იყო ალკოჰოლს დამოკიდებული, რომელსაც ვერაფერთ ვერ უშვებდი ხელს და იმდენად დესტრუქციული იყო, რომ მე ფაქტობრივად დალევა გავაჩერე რა. ანუ რაღაცა ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ეს რაღაცა დალევა აღარ შემეძლო, იმიტომ რომ ჯერ ეგეთ ის ადამიანის არაფრიზალი იყო და ერთად არაფრიზლებრი ვიყავით, ძალიან დიდი კონფლიქტური სიტუაცია იქნებოდა. მაგრამ საბოლოო ჯამში მეც ზიზღი ალკოჰოლის მიმართ სულ მქონდა. მეც ვიყავ მომხმარებელი არა მარტო ალკოჰოლის, არამედ რაღაც რამე გაგონილი გექნება სუბსტანცია არ არსებობს, რომ მე არ მქონდეს გასინჯული მაინც და ყოველთვის მქონდა რაღაცა ესეთი დამოკიდებულება, რომ მე ეხა აი ეს ყველაფერი უნდა მოვიხმარო და მე უნდა დავამარცხო ეს რაღაცა ალკოჰოლი იქნება თუ რამე სუბსტანცია, რომ მე მამაჩემს დავუმტკიცო, რომ ის სინამდვილეში საკეთებდა, ეს არის გაკონტროლებადი და დაკიდებადი და ასე შემდეგ რა. ალბათ ქვეცნებიათ ამისკენ მივილწოდი ხოლმე რა. ვამტკიცებდი სულ ყველაფერს ვამტკიცებდი ამ ცხოვრებაში. გაჩენის ღირსი რო ვიყავი, მაგიდან დაწყებული, ვამტკიცებდი ყოველთვის ყველას და ყველაფერს რა. დაიწყო ჩემმა მეგობარმა დალევა, ისე რომ გავაგრძელა ისტორია და მე ვიყავი ძალიან მოწყენილი, ანუ არანორმალურად მოწყენილი ვიყავი. თან ესაწყობა 30 წელიც რაღაცა თავისი რაღაცა ჩემს გონებაში, რა თქმა უნდა, რაღაცას ნიშნავს, რომ რაღაცა გააკეთე და ეს ანათან იმიტომ ვახსენე, რომ ჩემი 1 წლით ადრე გაცნობილი მეგობარი იყო, რომ არ არის ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან მიცნობს და ძალიან ბევრი ისტორია იცის ჩემს შესახებ რა, იმიტომ რომ ბავშვობის მეგობრებთან სხვანაირი ურთიერთობა მქონდა და მე გაჩენილ ადამიანებს ისე უხსნი ისტორიას, როგორც გინდა რა, მომენტ შეგვიძლია რომ გამოიგონო ყველაფერი რა, შენი თავის შესახებ და რასაც ვაკეთებდი ხოლმე ხშირად, შორს განსაკუთრებით სხვა ქვეყანაში გადავდიოდი საცხოვრებლად. მაგითაც ვირთვობდი ხოლმე თავს, კარგად მახსოვს. ძალიან მოწყენილი რომ ვიყავი, ბუნებრივად მკითხა ჩემმა მეგობარმა, რომ რა გჭირს, რატო ხარ ისეთი მოწყენილი, იმიტომ რომ ხვალ ამხელა დაბადების დღეს იხდი, სადაც შენ იქნები ეპიცენტრში, შენმე უნდა დაუკრა, 30-ის ხდები, მაგარ პოზიციაზე მუშაობ, ლამაზი ხარ, რაღაცა მითulis ესე რა და უცებ რაღაცა წავიდა მაგეთკენ ლაპარაკი და რაღაც ჩამოვარდა ლაპარაკის ზოგადად, ანუ როგორი ცარიელი ვიყავი იმ მომენტში, მაგის ახსნა დავიწყე. ანუ ეგ ადამიანი ჩემს აღმოჩნდა რაღაცნაირად უსაფრთხო გარემო იმის, რომ მე უბრალოდ დამიწყო ჩემს იმდროინდელ მდგომარეობაზე საუბარი და ძალიან გულწრფელად უთხარი, რომ ყველაფერს ვაკეთებ, რაც მეგონა რომ გამაბედნიერებ და მათ შორის სახლის კიდიდან დაწყებული მოგზაურობა, ბევრი წასაცმელი, ბევრი ენების ცოდნა, მაღალი პოზიციები, ბევრი მეგობრები, ბევრი არის ადამიანი შენ ცხოვრებაში, თუნდაც რაღაცა სასიყვარულო ურთიერთობები თვალს და როგორი ცარიელი და როგორი სიცარიელი შეგრძნება მაგ და მე გადავედი რაღაცნაირად ამ მომენტზე რომ რაღაც მამა ჩემი რო იყო დამოკიდებული და მაგ ყველაფერმა როგორ დამაზიანა შემდეგ და ერთად ძალიან ემოციურად ვიხსენებ რომ აი ჩემი მეგობარი უცებ მეუნება რომ ეხლა კიდე ერთი ჩიქარო შევუკვეთ შენც დისკომფორტი იქნებაო თუ შენ დისკომფორტი იქნება მე კიდე ერთი ჩიქაღვინოს არ შევუკვეთავო რა და იმ მომენტში იყო ეს რაღაცა ისე უპირობოდ, ისეთი ზრუნვით გაკეთებული მოქმედება, რომ არ მახსოვს ეგეთი ზრუნვა იმ მომენტისთვის, აი ზუსტად რაც არ ვიცი, ისე მომხვდა გულზე, რომ ეგ ადამიანი იმ მომენტში ძალიან ზრუნავდა ჩემზე, რომ
ნუ დავიწყე ტირილი და უთხარი კიდევაც რა აი ეგ ფრაზა მეთქი მამაც ჩემს მეთქი ან რომელიმე ჩემ ადამიანს რომელიც ჩემს ცხოვრებაში იყო და ჩემი აღქმით ხომ ამ ადამიანებში ძალიან დიდ დროს ურდებდი და ჩემი ძმაც დამოკიდებულია და რაღაცა ყველას გადასარჩენად ბრჭყალებში ხო ვიბრძოდი და რაღაცა თითქოს არავის ეგრე არ უზრუნია ეგეთი აღქმა მქონდა იმ მომენტში რომ პროსტა ეკითხა რომ შენ თუ ეხა მე ერთი კიდევ შევკვეთო თუდად გახდები მაგის გამო და უფრო დასევდიანდები და უფრო რაღაცა გატრიგერებს ეს ჩემი ერთი ჭიქა მე ამას არ გავაკეთებ რა ანუ და ჩემმა მეგობარმა მაშინ მითხრა რომ ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში გაუწია რეკომენდაცია პიროვნულის დისკურსი არისო და მიდიო რა მეც ეგ გავიარო ძალიან გამალაგაო და მგონია რომ შენც ეგ ჭირდება მაგრამ ფაქტია რომ რაღაცები გაქვს ესე რომ ვთქვათ მოუგვარებელი რაც გაწუხებსო რა მე გარდა იმისა რომ ვახსენე რომ 4 წელი ფსიქოლოგია ვისწავლე ზემოდან კიდე ერთ-ერთი მაგისტრატურა ასევე ფსიქოლოგიის მიმართულებით მაგ გავლილი რომ ანუ 6 წელი ჯამში ფსიქოლოგია პროსტა ვისწავლე ყველაფერს თავი დავანებოთ აქედან გამომდინარე 10 წელი კიდე რა თქმა უნდა პროფესიულადაც და არაპროფესიულადაც სულ ფსიქოლოგებში ვიყავი და სულ რაღაც თვითგანვითარების პროგრამებზე ვიყავი და სულ რაღაცა რეტრიტებზე ვიყავი და ნუ სადმე რამე თუ იყო ხოლმე ოდნავის ყველგან ძალიან ინტერესის სფეროც მქონდა და სურვილიც მქონდა და ნუ ამებში ვიყავი ჩართული რა სულ და ნებისმიერ სხვა ადამიანს ალბათ რომ ეთქვა რომ რაღაცა კიდე კურსი გაიარა და მიდი და რაღაცა ნუ არ იქნებოდა ჩემთვის საინტერესო მაგრამ აი იმ მომენტში ის ადამიანი იმ ადამიანის ზრუნვა გამოავლინა ჩემს მიმართ რომ მოკლედ რაღაცა ავდექი და მივედი რა რომ მივედი და ეს კურსები რომ გავიარე პირველად მაშინ გავიგე რა არის საერთოდ აი ემოციურად დამოკიდებული ადამიანი რას ნიშნავს რომ მე მეგონა რომ მე პირიქით ძალით ვცდილობდი რომ რაღაცას დამოკიდებული გამხდარიყავი ჩემი ცხოვრების ისტორია ჩემი ნარატივი ეგ იყო რომ რაღაცას დამოკიდებული გამხდარიყავი და მე ეს დამოკიდებულება დამემარცხებინა ბრჭყალებში და ამით სამაგერო გადამეხედა სამყაროსთვის მომაჩემის ნაცვლად თუ რაღაც მაშინ მივხვდი რომ რა ვიცი აგერ კაცო თანადამოკიდებულიც ვარ ოჯახური იმიდან გამომდინარე რაღაცა ახალი ტერმინები შემოვიდი იმ ცხოვრებაში ეს მანამდე არ მქონია განცდა ასევე მაშინ როგორც თქვი რაღაც არეული პირადი ცხოვრება რომ მქონდა რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიმიღია და ნუ ეს რაღაც 2 თვის განმავლობაში ყველასთან დავაპაუზა ურთიერთობა ეს 2 თვე რომ წავიდა მე მივედი ამ ადამიანს და ვთხარი რომ ეხლა 2 თვე გავიდა მეთქი მაგრამ მე მეთქი არ მაქვს მეთქი არაფრის თავი თქვა ანუ ვერც იმ ურთიერთობას გავაგზავნე ვერც იქ ვერ დაბრუნდა ვერაფერს ვერ ვიზრდ რა გავაკეთო თქვა და ამ ადამიანმა მირჩია რომ მოსულიყავი კავსაძეზე ჩახვედრაზე და გამევლო 12 ნაბიჯი ამეყვანა სპონსორი და გამევლო 12 ნაბიჯი. რაც მე გავაკეთე, მოვედი შარშან იყო ეს საფხულის პერიოდი. მოვედი კავსაძეზე, შემოვედი. ინსტრუქციაც ძალიან კარგად ქონდა მოყოლილი, რომ იქ არ შევდივართ, იმიტომ რომ ადამიანები გამიკითხოთ, გამსაჯოთ და ან შევაფასოთ, მაგრამ ისეთ შეფასება შემოვიდა, რომ მეთქი ესენი მე მგონი მართლა არ არიან კარგად და მე აშკარად ესე ცუდად არ ვარ და ის რაღაც არც ინტერიერი მომეწონა თითქოს ამ ოთახის არც ისიც არც ესე და რაღაცა ერთხელ მოვედი ორჯერ სამჯერ და იდენტობები ვერ დავიჭირე ნუ რაღაცა ის მქონდა ძალიან ბევრჯერ ამახვილებმა ხოლმე ყურადღებას და ადარებენ ხოლმე რაღაცა სექტას და ეს რაღაცა მართლა ის მიყვარხარ და მჭირდები და რაღაცა არარეალური ადგილი იყო ჩემთვის რა იმდენად აი ხარო ვაკვირდები რომ იმდენად დამშვიდდი მანდ რომ მოვედი ერთის კუთხით რომ აი ჩემთვის იყო ეს ყველაფერი ანუ ყალბი და არ მეგონა რომ ეს შეიძლება რომ ნამდვილი იყოს რა თუნდაც ეს როგორც რეზონირებდა ყველაფერი ჩემთან და მოკლედ მაშინ კიდე რამდენიმე მცდელობა მქონდა რომ სპონსორი ამეყვანა ისე მოხდა რომ ეს რაღაცა სპონსორთან რაღაცა ხან დროზე ვერ შევთანხმდი ხან რაზე და გავაგრძელე ჩემი ცხოვრება და ეს იყო ალბათ ყველაზე მტკივნეული გაგრძელება ჩემი ცხოვრების, იმიტომ რომ უკვე ვიცოდი დიაგნოზი, უკვე ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, რომ ამ ყველაფერში არ ყოფილიყავი და არ მქონდა მაინც мотиваცია მოქმედებისთვის და ძალიან დიდი დანაშაული შეგრძნება მქონდა. და ძალიან უშუალოდ მახსენდება ეს პერიოდი სექტემბრიდან დაახლოებით რაღაცა ოქტომბერი-ნოემბრის ჩათვლით. მე ისე მოხდა რომ დავშორდი ადამიანს ვისთან ერთად ვიყავი და ვიყავი ძალიან ცუდად და მე დამირეკეს რომ მოკლედ მეორე ეტაპი დაიწყო ამ რაღაცა
კურსის, რაც მე გავიარე. ნუ რა თქმა უნდა, პირველ მერხზე ვიჯექი კალმით და იმითი, რომ აბა ეხლა ეს დამეხმარება. გავიარე ისევ ეს მეორე კურსი და და მგონია რომ გავსხილოსნებ და ეს მეორე კურსი გავიარე და მაინც არ ვარ კარგად და უკვე მგონია რომ ჩემი საშველი არ არის, უკვე ვფიქრობ რომ ამდენი, იმდენი ჩხრიკებ, ჩემი წარსული და ეს ჩემი ის რომ საერთოდ აღარ აქვს აზრი არაფერს. და უკვე ისეთ სასოწარკვეთილებაში და ისეთ უიმედობაში ვარ, რომ აგერ ადამიანი ვინც მირჩია, რომ აგერ მე დამალაგა და მე შენზე ცუდად ვიყავი და რაღაც ისტორიებს ვისმენდი, რომ მართლა ეს ადამიანი ვისაც შეხვდა, ხა ეს ადამიანი რა თქმა უნდა მე ძალიან მიყვარს და ძალიან დიდი სიყვარული და მადლიერება მაქვს, მაგრამ რაღაცა დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაცა მეშველებოდა და ნუ აი ვერაფერი ვერ მეშველა რა და ნუ რა თქმა უნდა პრობლემა ჩემში იყო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ აგერ სხვები გასხივოსდნენ და მე ვერ გავსხივოსნდი, ანუ ეს აღქვა მაქვს. და მოკლედ აი მაინც ძალიან ის ცუდად ვარ და თან მახსოვს რომ პარალელურად მაინც შემოვდიოდი ხოლმე ჯგუფების ქოლებზე, შეიძლება არ გამეზიარებინა, მაგრამ ნუ ეს რაღაცა კომფორტული იყო ჩემთვის რა, ის მაგას ვიძახდი ჩემს მეგობრებთან, ეს ჩემი მენტალური ჰიგიენა, რომ თვეში ერთხელ მაინც ვცდილობდი ხოლმე რომ შემოსულიყავი და მომესმინა ადამიანების რა, რაღაცა ის ეულას ვეძახდი ადრე რაც მქონდა მარტოსულობა, ერთადერთი მომენტი როცა მე გრძნობდი რომ მარტო არ ვიყავი, როცა ამ ჯგუფს ვესწრებოდი რა. და ერთ დღესაც მოკლედ ამ ჩვენი ესე ვთქვათ საზოგადოების ერთ-ერთმა წევრმა დამბატოჭა მედიტაციაზე, სადაც მივედი ამ მედიტაციაზე და აღარ უკვე აი ეს მაქვს რა, რომ მაქვს ტოტალური უიმედობა და ეს საშინელება, რომ არაფერი აღარ მეშველება და მაინც რა თქმა უნდა, აი წავწავებული ხავს ეჭიდება, ეგრევე ეჭიდები, მაინც ყველა შესაძლებლობას, რომ რაღაც ოდნავ თავი კარგად ვიგრძნო და ნუ ახალი გაგებული მაქვს, რომ მედიტაცია მოკლედ მაგრად შველისა და დავირაზმე წავედი ამ მედიტაციაზე და იქ შემხვდა ჩემი მომავალი სპონსორი კიდევ ერთხელ, რომელსაც მე ამ ადამიანს ვიცნობდი. რაღაც იმ კურსზე მე პირველად ჩემი კურსელი იყო ესე რა ვთქვათ რა და აჩეფეს ჩემი სპონსორი მოდის და მეუბნება რომ მატი დამრჩა რა სამედიტაციო და მეუბნება რომ ხო არ გინდა ერთ მატზე დავჯდეთო და ვუყურებ ახლა და ვერ ვუჯერებ თვალებს იმიტომ რომ ეს ადამიანი იყო ის ვინც ან თავის პირად საზღვრებს მე რო საზღვარი არ გამაჩნდა საერთოდ და მე ძალიან კარგად იცავდა თავის პირად საზღვრებს და რავი შეიძლება და ლიფტში სამი კაცი თუ ყოფილიყო არ შემოსულიყო იმიტომ რომ რაღაც თავისი სპეისი ქონდა და თავისი და უცებ ხედავდა ეს ადამიანი არის ბედნიერი ანუ რაღაცა ვნახე ეს ადამიანი რაღაცა 6 თუ 5 თვის წინ არ იყო ეგეთი ბედნიერი, იმიტომ ერთად გავიარეთ პირველი კურსი და უცებ 5 თუ 6 თვის მერე ვხვდები და ეს ადამიანი არის ბედნიერი. აქვს უნათებს სახე, არის ბევრად უფრო თბილი ვიდრე მანამდე იყო, ბევრად უფრო თავისუფალი, უფრო მეგობრული, მეუბნება თავაზობს ამ მატს და ჩემი შინაგანი ფიქრები იყო, ეხა აქ არის და მე მგონი არ წავს. ჩემი შინაგანი ფიქრები იყო, ეხა შუა მედიტაციის შეიძლება თავში რამე ჩამარტყავს, იმიტომ რომ იმდენად ვერ დავიჯერე, რომ აი ესე უპირობო და ბუნებრივად უნდა და ჩემთან ერთად ერთ მატზე მედიტირება რა და მახსოვს რომ თან აი ვერ ვისვენებ მოუსვენრობის და რო უყურებს ადამიანი იასნა ეხლა რომ შემშურდა რომ მეთქი ანუ ერთად გავიარეთ კურსი თან მე მეორე კურსიც გავიარე ამას ვიცი რომ მეორე კურსი გავლილი არ აქვს და როგორ არის ჩემზე კარგად რა ანუ კითხვას მოკლედ მე პირდაპირ ვკითხე რა მეთქი შენ რა გჭირს მეთქი რა დაგე რა მოხდა მეთქი შენ ცხოვრებაში თქვა მითხრა ისე და ესე მე და შენ რომ მივედით მაშინ კავსაძეზე და რაღაცა მე უბრალოდ გავაგრძელე მან ჯგუფში სიარული და სპონსორი ავიყვანე ახლა ნაბიჯებს გავდივარო ეგ იყო და ეგ მეგობრობა და მე ბევრი აღარ მიფიქრია რა ჯერ ეგეთი სხვა გზა აღარ მქონდა როგორც გითხარით იმიტომ რომ რაც კი რამე შეიძლება და რომ მეცადა ფსიქოთერაპევტები სისტემური განლაგებები აბა ეხა ფსიქოანალიზი აბა ეხა გეშტალტი აბა ეხა კოუჩი ავიყვანოთ აბა ეხა რეტრიტზე წავიდეთ აბა ეხა სუნთქვის თერაპია ყველაფერი უცადა აქეთ ზემოდან იმენა cherry on top რაღაცა კურსები გავიარე რომელზეც რავი ამგრევს თბილის თუ რაღაცა და აი ყოველთვის მიუხედავად არავის არ ვაკმაყოფილებ ხარ არც ერთ იმაში არ შევდივარ მაგ პირიქით ძალიან დიდი მადლიერება ჩემი ისტორიას ვაზიარებ უბრალოდ ასევე მე ესეთი უნდობელი ვიყავი რომ მე ვიჯექი და აი როგორც ერთი კაცი და გავდივართ აი ეგრე ველოდებოდი ჩემს ფსკერს რომ ჩემი ცხოვრება ბოლომდე ჩამონგრეულიყო, დანგრეულიყო და მე დაუფერფლილიყავი და მე ფენიქსი დამუდგარიყავი და
ჩემ შემთხვევაში მინდა რომ გაგიზიაროთ რექს ფსკერი არ მქონია რა ეხლა უკან რო ახო ეხლა და რო ვფიქრობ რექს ვაკეთებდი ფსკერზე ვიყავი ალბათ ყოველ დღე ფსკერში ვიყავი კი თუ ცურავდი ამ ფსკერში მაგრამ ჩემი აღქმა ეგ არ ყოფილა რა ჩემი აღქმა და ჩემი ამ პროგრამაში мотиваცია იყო ის რომ მე დავინახე ადამიანი რომელიც მართლა გამოჯანმრთელებაში არის რა და მაგ ადამიანს მანამდეც ვიცნობდი, ოღონდ მანამდე არ ვიცნობდი, გავიცანი რაღაც X ადგილას, სადაც ყველანი მივედით რაღაც ერთი მიზნით, მე ჩვენი გზები გაიყო და აღმოჩნდა, რომ ჩემი აღქმა იგი იყო, რომ ამ ადამიანს უკეთესად მიაგნო თავისი სულის რაღაცა მკურნალ წამოს, ვიდრე მე მივაგენი რა. და ზოგადად ეს რაღაცა ემოციური ტკივილის კრიტერიუმი არ არსებობს რა, რაც ალბათ შეგაფასებინებს იმას, რომ мотиваციისთვის და მოქმედებებისთვის მზადყოფნა გქონდეს რა, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში ეგ მე რომ მეგონა რომ უნდა ყოფილიყო ის რომ რა ვიცი საწოლიდან ვერ ამდგარიყავი და ამის მადა არ მქონოდა და რაღაცა ჩემ შემთხვევაში ეგ უბრალოდ იყო უკეთესი ცხოვრების სურვილი რა, იმიტომ რომ ჩემი აღქმა იყო რომ მე ყველაფერი ვცადე იმისთვის რომ და ყველა ანუ ეს რაციონალიზაციას რო ვთავდი ხომ ხვდებოდი რომ ბევრად მადლიერი უნდა ვიყო ვიდრე ვარ მადლიერი და ყველაფერი მქონდა თითქოს ხელის გულზე რითიც მადლიერი უნდა ყოფილიყავი და ისეთი შინაგანი სიცარიელე მქონდა რომ ამან მომცა მოქმედება არ ვიცი ჩემი სურვილი იყო რომ იქ ყოფილიყავი სადაც ადამიანი იყო და მალევე მივწერე ძალიან რაღაც სასწაულებრივად დაემთხვა რომ მე მის პირველი დასპონსორებული ვიყავი და ძალიან ის ძალიან მithება გული მაგაზე და ნაბიჯებს გავლორ დავიწყე არაფერი ჩემთვის უფრო პრიორიტეტული არ იყო რა აი ეგეთ რა რაღაც რო იძახნა flow-ში იყო მე თუ რამე flow მომეწოდა იმ მომენტში სიამოვნება პროცესი სიამოვნება ეს იყო ნაბიჯების გავლა სადმე თუ მივდიოდი ან ბიზნეს შეხვედრაზე ან რაღაც წინასწარული ვემზადებოდი ხოლმე რომ აი არ გამომპოვებოდა არაფერი და ისეთი ბედნიერი გავხდი და ისეთი ბედნიერი ვარ ეხლა ისე შეიცვალა ჩემი ცხოვრება ანუ აქამდე სულ მეგონა რა რომ აი მე თუ გააზრება მექნება ჩემი წარსულის ყველა ტრამას თუ ამოვქეკავ და დავდებ მაგიდაზე მე მექნება ცვლილებისთვის საჭირო ყველა მასალა და ეხლაც აი სპიკერულებზე რომ ვახსენე თავიდან დავიწყე სპიკერულების მოსმენა დავიწყეთ ხო მახსოვს რომ რაღაცა სპიკერულები იმენა სახელებით მახსოვდა რომ მოსმენელი მქონდა მაგრამ ისე ვუსმენთ თქოს მართლა პირველად ვიკებდი მაგ იმას რა და ეს პროგრამა მაგიტომაც მომწონს რომ ანუ თეორიაზე კი არ დაფუძნებული ან დაფუძნებული იმაზე რომ წარსულს მე ვერ შევცვლი და ის რეალობაც რა რეალობაც დადგება რომ ან ვიღაცა ჩემ შეხვედრაზე დაიგვიანებს ან დედა ჩემი უხეშად დამელაპარაკება ანუ მილიონი რაღაცა ფაქტორი ჩემ ცხოვრებაში დღეს რაც არის მე მათი ცვლილება არ შემიძლია მაგრამ მე რაც შემიძლია და აქამდე მაგის აღქმა არ მქონდა ანუ თავისუფალი ნება რომ აქ გავიგე ალბათ პირველ ბოლო 3-4 თვის განმავლობაში როცა ჩემ თავზე ვიგრძენი რომ ემოციის შემოსვლიდან ჩემ რეაგირებამდე არის ძალიან პატარა ფანჯარა ჩემ შემთხვევაში ახლა ძალიან პატარა ფანჯარა რომელიც ხვდები რომ აი ეს არის სადაც ჩემი თავისუფალი ნება ტრიალებს რა და ადრე ემოცია რო შემოვიდო და ეგრევე რეაქციაში მივდიოდი ან უკუ რეაქცია მქონდა და ვაფშე არ მოქმედებდი და უარყოფა მქონდა ან მქონდა მაგრამ ნუ ეგრევე რეაქცია რა ბურთს რო გადმოგიგდებენ პადელის თამაშზე ეგრევე რაკეტით ხვდები რომ მაგრად მიარტყა აი ეგ იყო თელ ჩემს ცხოვრება რა სხვა ადამიანები რომ მეკითხებოდნენ წამიყვან გამიყვან აქ წამომყვები ამიხსნი დამეხმარები ანუ ამებს ვაფშე პაუზა რა იყო არ ვიცოდი ანუ ის რომ მე თავისუფალი ნება მქონდა ვიღაცა დღეს რომ დამპატიჟებდა რომ შემეძლო უარი მეთქო და არ წავსულიყავი ანუ ისეთ პატარა საბაზისო რაღაცებზეც კი ცოდნა მე არ გამაჩნდა აქამდე რა და აქამდე თუ მეგონა რომ გააზრება ავტომატურად ნიშნავს რომ მე მოქმედებისთვის ცვლილება მექნება ჩემ შემთხვევაში აღმოჩნდა რომ ამდენ გააზრებებში რომ ვიყავი ამდენ ფსიქოთერაპევტთან რომ დავდიოდი მარტო იმიტომ რომ ჩემი დესტრუქციული ქმედება და ჩემი დესტრუქციული ქცევები ამეხსნა და მე თქვა რომ მე იმიტომ ვიქცევი ესე რომ ბავშვობაში დამოკდა უპირობო სიყვარული მე იმიტომ ვდეითობ და იმიტომ არის ჩემი ინტერესის სფერო დამოკიდებული ადამიანები რომ ჩემი პირველი
მამაკაცი, ესე ვთქვათ, მამა ჩემი იყო, რომელიც დამოკიდებული იყო, რომელიც 6 წლიდან თუ 7 წლიდან ვაძინებდი და იმიტომ მიყვარს მე, რომ ალკოჰოლის სუნი ასდის ჩემ პარტნიორს. ან იმიტომ ვარ უხეში და იმიტომ ვარ უნდობელი, რომ ბავშვობაში მე არ მქონდა უსაფრთხო გარემო. მე სინამდვილეში ამ ჩემ გაზრებებს იმისთვის მთელი ცხოვრება რომ ვიკვლევდი ამ ჩემ თავს აქედან იქიდან აბა ჰიპნოზი აბა ეს ეს გაზრება იმაში კი არ გამოვიყენე რომ რაღაცა შემეცვალა რაღაც დამოკიდებულება დღეს არა იმაში გამოვიყენე რომ ჩემი ეს ცოდნა დესტრუქციული ქცევის გასამართლებლად გამომეყენებინა და ეს პროგრამა ამის უფლებას არ გაძლევს, ანუ ბჭყალებში რო თქვა უფლებას, იმიტომ რომ ეს არის ის, რომ გაზრება თუ გააქვს, რომ ავად ხარ და რაღაცაზე ხარ დამოკიდებული, მაგის შემდეგი ეტაპი არის, რომ ეგრევე უნდა იყოს პასუხისგებლობა და იმოქმედო რა. და გზრდი ისეთ პასუხისგებლობის აღება, ანუ ხო ვიცახი მე 18 წლიდან მეგონა რომ ისეთი პასუხისგებლობები ჩამატბარეს რომ 18 წელსაც შეიძლება და მაგის აღება თუ რაღაც. ანუ სინამდვილეში ელემენტარულზე არ მქონდა პასუხისგებლობა აღებული, რომ გაგეჩერებინა გიკითხა ანა თავს როგორ გრძნობ 5 ემოციას რო ჩამოგითვლედი, როგორ გრძნობდი თავს და რაღაცა სუბრძოლაში ვიყავი, სულ ვებრძოდი ყველას და ყველაფერს საერთოდ რა და ეს პროგრამა ჩემთვის პირიქით არის, რომ ეს რაღაცა გაზრება რაც გაქვს, ეს გაზრება შემდეგი გაგრძელება უნდა იყოს ის, რომ იმოქმედო და აიღო პასუხისგებლობა შენ ცხოვრებაზე რა. და ეს პასუხისგებლობის აღება ჩემთვის ნიშნავს, რომ თავისუფალ ნებას უბრუნდები და უახლოვდები ღმერთს, რომელიც მე პირადად 10 წელი დაკარგული მყავდა და იმიტომ რომ თურმე ყველაფერში ღმერთს ვადანაშაულებდი და საერთოდ წარმოდგენაც არ მქონდა მაგაზე. ღმერთს ვადანაშაულებდი, რომ მე მაძლევდა მტკივნეულ გამოცდილებებს, ვაფასებდი, რომ ყველაფერი მტკივნეული გამოცდილებები იყო და არასდროს არ მიფიქრია, რომ ღმერთი ამ ყველაფერს იმიტომ აძლევდა, ვთხოვდი, რომ შეცვალა ეს ყველაფერი, აღარ შემილია, ამ წრეზე სიარული, აღარ შემილია და არასდროს არ მიფიქრია, თუ იმას უშვებდი, რომ ღმერთი ამ ყველაფერს მე იმიტომ აძლევდა, რომ თუ მაგას უშვებდი, რომ ამ ყველაფერს ღმერთი მაძლევდა, იმას რატო არ უშვებდი, რომ იმიტომ აძლევდა, რომ მე შევცვლილიყავი უკეთესობისკენ, რაღაცა ცვლილება გამოიწვია ყველაფერს ჩემში და მაგიტო მეორდებოდა მუდმივად ეს ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში. მაგრამ არა, ანუ მე ისეთი უნდობელი ვიყავ, რომ ღმერთის საქმეში შევდიოდი და დარწმუნებული ვიყავ, რომ ღმერთმა არ იცის ახლა X ადამიანს რა დახმარება ჭირდება. ამიტომ მე ღმერთის ხელს ვითამაშებ და ამ ადამიანს მე გადავარჩენ და თავზე ხელს გადაусმენ და ვეტყვი, რომ უპირობოდ მეყვარს და უპირობო სიყვარული ხო საერთოდ სურრეალიზმი იყო ჩემთვის და ეხაც ამ სპიკერზე რომ შემოვიდე როგორ გულითაც ვთხოვე ღმერთს დახმარება რომ ერთი ისე მალაპარაკე მეთქი რომ აი სხვა ადამიანს გამოადგეს და არა მეთქო ანუ რამესთან თუ ახლოს ვარ მაგასთან რომ უპირობოდ გავცე რაღაცეები ეს არის დღევანდელი დღე რა მანამდე არითმეტიკა მქონდა საერთოდ ყველაფერს ჩართული მე შენ დღეს მოგივლი მაგრამ სანაცვლოდ შენ ეს უნდა გამიკეთო ანუ მუდმივი არითმეტიკა იყო. საერთოდ ყველაფერში პირობითება მქონდა ჩართული. ალბათ ყველაზე უპირობოდ ვიყავი დასაქმებული რომ ვიყავდი, რომ აი აშკარა იყო, რომ რა საქმესაც ვაკეთებდი, მაგასაც ტიპები ხელფას მიხდიდნენ, თორე დანარჩენი ყველაფერს ჩემი პირადი ურთიერთობები, მეგობრები მათ შორის, ოჯახის წევრები, ანუ ყველგან მქონდა ჩართული არითმეტიკა, ყველგან ვანგარიშობდი, მე რას დავცემდი და სანაცვლოდ რა უნდა მიმეღო. და ეგ უპირობების განცდა ეხლა შემომივიდა. ნუ ეხლა დავფიქრდი, პროს ეხლა მაგას დავფიქრდი, რომ უპირობო არ ვარ, ერთ შემეგობრ სხვანაირად ვიქცევი და რაღაცებს მარტივად უტარი, პატიობ და რა ვიცი, ასჯერ და მერეკოს 100 ჯერ მის გვერდით ვარ და მეორე შემეგობრ სხვანაირად. შემეგობრებშიც კი არა, ალბათ ჩემი აღქმა იყო, რომ მე ვიყავი საუკეთესო მეგობარი და ღმერთის საჩუქარი იყო, თუ ანას მეგობარი იყავი რა. ამ პროგრამამ პირველად მათქმევინა რა, რომ არ იცვლება ჩემი წარსული, რომელიც ეხაც რომ ვიხსენებ რაღაცებს, გული მწყდება შეიძლება და შეიძლება მართლა თვალზე ცრემლი მომადგეს და შეიძლება მართლა ვისურო ხოლმე რა, რომ აი რაღაცები პროს დამავიწყდეს რა, რაც წარსულში გადავიტანე, მაგრამ აი ეს პროგრამა რა არის ჩემთვის იცით, რომ აი კარგი გავიგე
ანუ გავიგე რომ დედაჩემს უნდა და ჩემზე აბორტი, გავიგე რომ მამაჩემ იყო დამოკიდებული, გავიგე რომ დედაჩემ იყო თანადამოკიდებული. გავიგე, მაგრამ ეხლა რას ვაკეთებ? ანუ იმისთვის რომ ეს ყველაფერი შეიცვალო, რას ვაკეთებ? ანუ რეალურად ეს იყო რომ ეგ ყველაფერი რაღაც შეცდოდება კი არ მაქვს ჩემი თავის. მაქვს აი საოცარი მაძლიერება, რომ მაგდენი ტვინის რესურსი მაქვს, სპონსორი მყავს, პროგრამა მყავს, თქვენ მყავხართ, ადამიანები, რომლებიც ანუ სულ შემოვიდე და მართლა ვიგინო და ვიფურთხო, ვაფშე ეჭვი არ შემეპარება მაგაში, რომ მეორე დღეს დავიბლოკო, ვეღარ შემოვიდე calls და ასე შემდეგ და როცა ამდენი ინსტრუმენტი გეძლევა, ანუ შენი რა კურსი უკვე სწორედ უნდა აირჩიო, ალბათ რა მადლობა. რა კურსი უნდა აირჩიო, უკვე სწორედ და ჩემთვის ეს იყო ამ რა კურსის გასწორება რა. დღეის მე რაც მოკლედ ამ პროგრამაში რა მის მე უკვე ვიცი რომ ყველაფერი რასაც დღეის მე არ იცვლება და რაც თუ არ მოქმედებ, ეს ყველაფერი უკვე არის ჩემი არჩევანი რა. და მე თუ მართლა მინდა რომ რაღაცა შეიცვალოს ჩემ ცხოვრებაში, მე თუ მართლა მინდა, უნდა დავუშვა, ვაპატიო ჩემ თავს. ყველა დაშვებული შეცდომა მტრი მომენტში მე სხვანაირად მოქმედება არ შემეძლო. ბევრი ადამიანი თავაზიანე, მე რომ მეგონა რომ ყველაფერზე საუკეთესო მაგალითი ვიყავი და ძალიან მაგარი ძალიან 5 წუთი დამჭი ხო მე მგონი სწორედ 45 წუთამდე და ველაპარაკო. კი ანა ბოდიში შემიშალა. და მე რომ მეგონა შეუმწარი ჩემი თავი. და აი ეგ საერთოდ რა იყო რომ ყველაფერი სხვა ადამიანის ბრალი იყო. ანუ მე თითქოს აი ყველაფერი სხვა ჩემ ცხოვრებაში პრობლემებით თითქოს სხვა ადამიანისგან იყო გამოწვეული. მამა ჩემი დამოკიდებული, ჩემი ბრალი არ არის, ჩემი ძმა დამოკიდებული, ჩემი ბრალი არ არის და ჩემი თანადამოკიდებული, ჩემი ბრალი არ არის. აი რაღაცა თითქოს ვიბრძოდი არსებულ რეალობას რა. ოღონდ აი მუდმივად ამას ვაკეთებდი და გამოვისუნთქი ამ პროგრამის მერე რა. არ ნიშნავს ეგ იმას, რომ ეხა მე რაღაცა არ მტკივა. ჩემ ბავშვების სურათებს დღემდე ვერ უყურებ ისე, რომ ცრემლები არ მომადგეს თვალებზე და დღემდე ვერ უყურებ ისე, რომ ემოციური არ ვიყო მაგ საკითხზე, მაგრამ ეხა მაქვს ძალიან აფიო რაღაცა სასწორს ხედავ მართლა ჩემ თვალწინ, რომ კარგი გავიგე, რომ ეს მოხდა ჩემ ცხოვრებაში და ეხლა რას ვაკეთებ? რას ვაკეთებ? ანუ ისევ ჩემ წარსულზე ვლაპარაკობ, ისევ ამ რაღაცა გამოუსწორებელ რაღაცაზე ვაკეთებ. ბედს თუ იმაზე, რაც აშკარა არის, რაც მართლა ცვლილებისკენ მიდის და რაც მართლა გეხმარება, რომ კაცად გააკეთო, იმიტომ რომ როგორც წარსულს, მარტო წარსულზეც არ არის რა. დღესაც შეიძლება იმდენი რაღაცა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში, რომელსაც მე ბოლომდე ვერ ვაკონტროლებ რა. ძალიან ბევრი რაღაცა არის. შეიძლება მანქანას ვატარებ და ვიღაცა მისცე დამისიგნალოს, რომ ანუ შემეშინდეს, მაგრამ ანუ ჩემი თავისუფლება მან შემოდეს როგორც ადამიანის, რომელიც ირჩევს თავის ნებას, რომ როგორ რეაგირებ ამ რეალობაზე, როგორ რეაგირებ და როგორ ვიღებ იმ რეალობას და მე ამ მიღებულ რეალობაზე როგორ რეაგირებ რა და აი ეს თავისუფლების განცდა აქამდე არ მქონდა რა და ეხლა მივხვდი რომ ემოციიდან ჩემს მოქმედებას შორის არის ოთახი, რომელსაც ქვია თავისუფლება ჩემთვის რა. სადაც მე შემიძლია დავპაუზდე, შემიძლია დრო ავიღო, შემიძლია საზღვრები დავაწესო, შემიძლია დავწერო, შემიძლია სპონსორს დაურეკო, შემიძლია თქვენთან ნებისმიერ ადამიანთან, ანუ 1000 რაღაც ინსტრუქცია არის, ინსტრუმენტი არის იმისთვის, რომ ეს თავისუფლება ისე გამოვიყენო, რომ ამ რეალობისგან ჩემი რეაგირების რეაქცია შეიცვალოს რა. და მე ძალიან მადლიერი ვარ. მადლიერი ვარ დღესაც ვარ. კიდევ ერთ რაღაცას რაც ამ პროგრამაზე ვიტყოდი, არის ის, რომ პირველად ვიგრძენი დაცულობა რაღაცა სივრცეში დაცულა პირველად ვიგრძენი თავი, იმიტომ რომ ეს თვითდახმარების პროგრამა რა და ამას გვზნო ყოველდღიურად ყოველ გაზიარებაზე, რომ არავინ არ ცდილობს, რომ თითი დამიქნიოს, არავინ არ ცდილობს, რომ თავისი ცოდნა, მე მყოლი ეგეთი ფსიქოთერაპევტებით, რომელთაც ცოდნაც აშკარად დისტანციას ქმნიდა მე მასთან ურთიერთობაში და აპოზიციონერებდნენ თავის თავს, როგორც უფრო მეტად მცოდნეებად კონკრეტულ ტრამვებთან მუშაობის ნაწილში და თითქოს მე უნდა პროსტო მემოქმედა და ყოფილიყავი და აქ არის თვითდახმარების პროგრამა ყველანი ერთნი ვართ, რაღაც ყველას ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს, ყველას პრობლემა გამოცდილება ამ შემთხვევაში.
ყველანი ვცდილობთ, რომ ვიყოთ პასუხისმგებლიანები, ყველანის დასრულები ვართ. ეს რაღაცა დასრული ადამიანის ერთობლიობა ჩემთვის, რომლებიც ვცდილობთ, რომ ვიყოთ ჯანსაღები და რაღაცა გამოუჯამრთელდეთ, მაგრამ აქვე დავსვენ რა, რომ ეს არ არის ჩემთვის რაღაცა დამოუკიდებულებასთან ბრძოლის პროგრამა რა. არ ვიცი, აი პრინციპები, რაც ამ პროგრამას აქვს, არის უბრალოდ რომ იყო ჯანსაღი ადამიანი რა, გქონდეს ჯანსაღი ეგოიზმი, გქონდეს შენი საზღვრები, თავს დამნაშავედ არ გრძნობდე, როცა უარს იძახი, შეგეძლოს ადამიანების გაშვება და არ იყო ადამიანებზე ამოკიდებული ემოციურად. მადლობა დროის შეხსენებისთვის და რა ვიცი, ხა მართლა ხუმრობ ხოლმე, რომ სკოლაში უნდა ასწავლონ ალბათ ეს პრინციპები. ეს არ არის, რომ ჩვენ ავად ვართ, ანუ რა თქმა უნდა ეს კაპიტულაციაც მნიშვნელოვანი და იმაზეც მნიშვნელოვანი ყურადღება გავამახვილოთ, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ ჩემთვის არის ძალიან გაცდა რაღაცა თითქოს მაგ ფარგლებს და არის ძალიან როცა გინდა რომ ძალიან ჯანსაღი ადამიანი იყო და მართლა მიიღო სიამოვნება შენი ცხოვრებისგან, აი ამ ყველაფერს გეუბნება ეს პროგრამა რა და ძალიან სასიამოვნო არის, რომ აი რაღაცა მომეცა მაგის შესაძლებლობა, რომ ყოფილიყავი ამ პროგრამაში. ეხლა ჩემ დასპონსორებულიც აქ არის, მეც თავიდან დავიწყე ეს პროგრამა, არ ვიტყვი რომ რაღაცა ვაფშე ქარა განვიკუნა რა, ანუ ეს არის რაღაცა მართლა ცხოვრება, მე პირველად რომ გავიგე რომ ეს 12 ნაბიჯი თუ მაგას ნიშნავს რომ კიდე უნდა გაიარო, ძალიან დიდი უარყოფა მქონდა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მე მინდოდა რომ მარტივად როგორც ადრე ტილ გამოყუჩებელს ვადი, უცებ ერთხელ გავივლიდით და შემოვდები თაროზე, მე რა ყველა ჩემ კონსპექტს და ყველაფერს რაც ვიმუშავეთ და всё კარგად გავაგრძელებდი ცხოვრებას. ძალიან დიდი უკმაყოფილება მქონდა და ძალიან დიდი აგრესია მქონდა რომ გავიგე რომ თურმე ამ პროგრამაში ცხოვრება უნდა იყო ჩართული რა. ამასაც გავაზიარებ და დავასრულებ. ანუ ისეთი აღიზიანება მქონდა. მეთქი ეს არის კონსიუმერიზმი, როგორც რაღაც iPhone-ი, უშვებს, ტელეფონებს და მე 2-3 წელიწადში ეს ტელეფონები გამოსაცვლელი და ბატარეა უფუჭდება. ანუ ეს პროგრამაც ეგეთია, რომ სულ უნდა გავიარდო, სულ ამ პროგრამაში უნდა ვიყო და სულ ეს რაღაცა უნდა ვაკეთო, უფასო და ეს რაღაცა ისინი ჩამოვიდა. დიდი ვარყოფა და ეხლა რა ვიცი, რას არ გავაკეთებდი, რასაც აქ ვაკეთებ. დღის გეგმას არ დავწერდი და არ მიწოდინება და მეორე დღისგან რას ველოდები და რომელ საათზე ვეღვიძებ და რომელ საათზე ვარ თავისუფალი. თუ რა ვიცი, ხა არ დავპაუზდებოდი, როცა საჭიროა. თუ ღმერთს არ მიმართავდი იმ რაღაცეებისგან დამიცვას, რაზეც ანუ აბსოლუტურად არ არის ჩემი პასუხისმგებლობა და რომ ვერც ვერასდროს ვერ ვაკეთებდი მაგ ყველაფერს. არ ვიცი, რას გავაჩერებდი, არაფერს გაჩერება არ მინდა, ანუ არაფერში არ მაწუხებს ვაფშე და პირიქით ძალიან უკმაყოფილი ვარ, რომ ვარ ისეთ პროგრამაში, რომელიც მუდმივად მახსენებს, რომ მუდმივად რაღაცა სრულყოფილებისკენ არ ხوار მივიძახთ ხომ, რომ არ მივდივარ და მივდივართ იმისკენ, რომ კონდეს რაღაცა პროგრესი და მე ადამიანი ვარ, ჩემ თავთან ბევრჯერ ვკითხვა ამისთვის, მე ადამიანი ვარ, რომელსაც მინდა რომ ვიყო ჯანსაღი, ჩემი თავისთვის პირველ რიგში და ის ბავშვების ფოტოებს რო უყურებთ, რომ მიცრემლიანდება თვალები, ანუ არ ისე ზუსტად იმ პატარა ბავშვისთვის და სხვა ადამიანებისთვის, ბევრად უფრო სხვა ადამიანებს ადრე ისეთი ეგოცენტრული ვიყავ, ყველა ჩემთვის მინდოდა რომ ჩემი იმებით ემოქმედა წესები და ეს არის ყველაზე რაღაცა ჯანსაღი პროგრამა და ძალიან მადლიერი ვარ. ეხაც მადლიერი ვარ, რომ გიზიარებთ ამ ყველაფერს, ვზივარ, ვარა, ვიცი. აი, თუნდაც ეს მახსოვს, რომ სპიკერული, იმიტომ გადავდე რა ბათუმში წამოსულიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად და მახსოვს, რომ ეს უკვე დაჯავშნილი იყო და ეხა ისე მოხდა, რომ მაინც ბათუმში ვარ, მაინც ჩემ მეგობრებთან ვარ და ეს თარიღი ანუ იმდენი რაღაცა ხდება, ისე დავიბადე, ვაფშე არავის არ უკითხავს და ისე გარდავიცვლები, ვაფშე არ მეცოდინება, ალბათ როდის მოვკვდები და in between კიდე ამ ცხოვრებაში რამდენი რაღაცა არის, რაც ვერ ვაკონტროლებ. მაგრამ შემიძლია რომ ამ ყველაფერს სხვანაირად შევხედო, მივიღო, არ ვიბრძოლო, დავნებდე და მუდმივად ვეძებო დახმარებედიო დახმარება როცა მჭირდება რა და ერთხელაც არ მახსენდება რომ დახმარება მოვითხოვე თუნდაც ამ ჩათით მიმართებაში და ეგ დახმარება მოკეთ არ მემეღია და არკია და სასიამოვნო და ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ამით დავასრულებდი მე მგონი ჩემს გაზიარებას მეგობრებო მეგონი ყველაფერი ვილაპარაკე რაც მინდა რომ გამეზიარებინა რაც გავაზიარე ალბათ ეგ იყო რა ჩემეწო რომ გამეზიარებინა ამ მომენტისთვის ძალიან მიყვარხართ ყველანი და მჭირდებით
ისეთი ძლიერი არის ეს სიტყვა მიუხედავად და მჭირდები რომ წარმოუდგენელი არის როგორი ვარყოფაც ჰქონდა თავიდან ამ ყოველფრის თქმას და ეხლა რომ ვიძახი ხმამაღლა რომ ხლა სიძლიერეს და სითბოსაც მაძლევს მე მგონი ეგ არის ყველაფერი ეს თქმაც მინდა რომ ეყარხარ და მჭირდებით